პირველად საქართველოს ისტორიაში შემოდის პრევენციული დაკავების მექანიზმი. უდანაშაულო მოქალაქეების დაკავებას ძალოვანი უწყება ახლა უკვე კანონის სახელით გაამართლებს. ახალ ცვლილებას, რომელიც პოლიციელს უფლებას აძლევს პირი წინასწარ დანაშაულის ჩადენამდე დააპატიმროს და 48 საათით იზოლატორში ჰყავდეს. უფლებადამცველები დრაკონულს უწოდებენ. დაკავებისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ ეჭვიც კი. იურისტებისთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია რეპრესიების ახალ ეტაპს იწყებს. თქვენ საქართველოს მოქალაქეებო შეიძლება დაგაკავონ იმისთვის, რომ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ თვალებზე გეტყობათ, რომ დანაშაულ სამართალდაღობის ჩადენას აპირებთ. ეს აბსურდია, აქ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, მსჯელობა ამას არ ჭირდება. იკრძალება ლაზერის მინათება ან სხვა მაშუქის მინათება გაუგებარია, რა შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად მობილური ტელეფონით მინათება ჩაითვალოს თუ არა. შემოდის ის, რომ არ შეიძლება ისეთი ტანსაცმელი გვეცვას, როგორც პოლიციას აცვია და ალბათ დამერწმუნებით იმაში, რომ ძალიან ხშირად პოლიციას სამოქალაქო ფორმა აცვია და ალბათ ყველა უნდა დავაკვირდეთ, როგორი დრეს-კოდი აქვს პოლიციას და ისეთივე ტანსაცმელი არ ჩავიცვათ, რომ ვიღაცას თვალში არ მოუვიდეს ჩვენი ჩაცმულობა და ამის გამო 2000 ლარიანი ჯარიმა არ გამოგვიწერონ. საბჭოთა კავშირის დროინდელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ქართული ოცნება 10-მდე ახალი რეპრესიული ცვლილებით ამძიმებს. პოლიციისთვის უფლებამოსილების გაზრდის გარდა 10 მაგდება, ზოგ შემთხვევაში 20 მაგდება ფულადი ჯარიმები. მაგალითად, გზის გადაკეტვისთვის 500-დან 5000 ლარამდე. უნებართვო საპროტესტო წარწერისთვის 50-დან 1000 ლარამდე. დაჯარიმდებიან ან მართვის უფლებას შეუჩერებენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილე მცხოვრებს. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, მსუსხავი ეფექტის მქონე და ამის მიზანი სწორედ ეს არის, როდესაც ესეთი გაუმართლებელი მოცულობის ჯარიმები შემოაქვს სახელმწიფოს, ამაზე ვენეციის კომისიასაც, უთოდირსაც არაერთხელაც აღნიშნული, რომ ეს უთანაბრდება ფაქტიურად შეკრების და მანიფესტაციის უფლების გაუქმებას. არაღიარებულმა პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა. ისე რომ აზრი სამოქალაქო სექტორისთვის, მათ შორის უფლებადამცველებისთვის არც კი უკითხავს. ამიტომ ახლა ისინი საქართველოს პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვენ. ეს შეეხება პიროტექნიკისა და ლაზერული გამოსხივების აკრძალვასაც და სანქცირებას 2000 ლარით. ასევე აქციებზე სახის ნებისმიერი საშუალებით დაფარვას. იცვლება მოქალაქის ჩხრეკასთან დაკავშირებული პროცედურებიც. სპეციალისტების გარდა ეჭვი ამ ცვლილებების პოლიტიკურ მიზნებში არც არაღიარებული ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს ეპარებათ. მიზანი ცხადია, პროტესტის ჩახშობა. ქართული ოცნება არის შეშინებული და შიშის ფაქტორი არის, რითაც ისინი მოქმედებენ. მათ ეშინიათ, რომ დაკარგავენ ძალაუფლებას, მათ ეშინიათ, რომ საქართველოს გარუსება გაუჭირდებათ, ამიტომ ცდილობენ ყველანაირი ფორმა მოძებნონ იმისთვის, რომ ხალხი შეაშინონ. მხოლოდ მოიტანს ეს დაშინების ცდილობა საზოგადოების ჩემზე უკუ შედეგს და ამას ჩვენ ხედავთ. ხედავთ პროტესტის მიხედვით. ადამიანები უფრო ბრაზდებიან. პოლიტიკური რეპრესიებით ხსნიან იურისტები საჯარო მოხელეების შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში ინიცირებულ და განხილულ ცვლილებებსაც. შუარგოლის თანამდებობის პირები, მაგალითად დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან და მარტივი ხდება მათი დანიშნვა გათავისუფლების პროცესი. შესაბამისად, აღარც საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ცოდნა მოეთხოვებათ. მაგალითად ქართული ენის ან უმაღლესი განათლება. სავალდებულო აღარც კონკურსში მონაწილეობა იქნება. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რომ საჯარო სამსახური აღარ იყოს პროფესიონალიზმზე და დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე დაფუძნებული ინსტიტუტი, არამედ იქ დასაქმებული პირები შეირჩეოდნენ ხელმძღვანელი პირების მხრიდან, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან და არავინ არ იფიქროს, რომ იქ მათ შეუძლიათ რაიმე განსხვავებული თქვან მართველი პარტიის მოსაზრებისგან. ეს ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ასობით საჯარო მოხელემ პარტიული მორჩილების ტესტი ვერ გაიარა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ანტიევროპული გადაწყვეტილება ღიად გააპროტესტა. ქართული ოცნება ანონსებს, რომ რეპრესიებად შეფასებულ რეგულაციებს კანონად წლის ბოლომდე აქცევს, ვეტოს მექანიზმის გამოყენების ალბათობის მიუხედავად.